გახსნილი ფურცლის პანჯარაში დააწკაპუნეთ ნულოვან უჯრედზე. Select all. ან გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-A. შენიშვნა. გამოუყოფელი დარჩება მხოლოდ უჯრედი, რომელიც აქტიურია გამოყოფის მომენტში. ძალიან ხშირად ფურცლის დატრიალებისას, დიდი მონაცემების არსებობისას, ხედველობის არედან იკარგება აქტიური უჯრედი. იმისათვის, რომ სწრაფად გადავიდეთ უჯრედზე, გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-Backspace. გამოყოფის მარკერი მიმდინარე უჯრედის ან უჯრედების ჯგუფის შავი კვადრატი. ის მიგვითითებს ინფორმაციის შეყვანის ადგილს, რომელიც განკუთვნილია რედაქტირებისათვის. როგორც წესი, უჯრედში ინფორმაციის შეყვანის ან ფორმულის შექმნის შემდეგ უნდა დავაწვეთ ღილაკს Enter და ხდება გამოყოფის მარკერის ავტომატური გადასვლა უჯრედზე, რომელიც სვეტშია განლაგებული. მარკერის ეს სტანდარტული გადაადგილება შეგვიძლია შევცვალოთ და მივუთითოთ გადაადგილება მარჯვნივ, მარცხნივ ან ზემოთ, ან დავტოვოთ ადგილზევე ღილაკზე Enter დაჭერის შემდეგაც. პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში დააწკაპუნეთ ოფისის ღილაკზე. ტიპიურ ამოცანათა მენიუში აირჩიეთ პუნქტი Excel Options. გახსნილი მონაცემების პანჯარაში გადადით ჩანართზე Advanced. ჯგუფში Editing გააქტიურეთ პუნქტი After pressing Enter, Move Selection. შენიშვნა. თუ მოცემულ პუნქტს არ გავააქტიურებთ, გამოყოფის მარკერის გადაადგილება არ მოხდება. ჯგუფში Direction გახსენით სია და აირჩიეთ საჭირო მიმართულება მარკერის გადასაადგილებლად. ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ ან მარჯვნივ. შენიშვნა. მიუთითებლად გამოიყენება ბრძანება ქვემოთ. დახურეთ გახსნილი პანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოყავით უჯრედი, საჭირო უჯრედის სტროფის ქვემოთ და საჭირო სვეტის მარჯვნივ. გადადით ჩანართზე View და გახსენით ღილაკის Freeze Panes menu. გახსნილ სიაში აირჩიეთ იგივე სახელის ბრძანება უჯრედების მისამაგრებლად.